საუბრობდა ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი და აი დღეს ახლა გაახმიანა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდი შვიდეულის გადაწყვეტილება როგორც ექსპერტები წინასწარ აცხადებენ წინსწრები ინფორმაციით დღეს გაფორმდება ორმხრივი შეთანხმებები დიდ შვიდეულსა და უკრაინას შორის და ასეთი ინფორმაცია ვრცელდება რომ ისტორიული უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ გადაწყვეტილებებს მოეწერება ხელი. უნდა ვნახოთ კონკრეტულად რა გარანტიები იქნება, თუმცა როდესაც დიდი შვიდეულია უკვე ჩართული, ეს არ არის მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინამ ბოლომდე იბრძოლა, შეიძლება ამ სიტყვის თამამად დაფიქსირება აქ ამ შემთხვევაში დიპლომატიურ ფრონტზე, რომ მაქსიმუმი მიიღო ნატოში გაწევრიანების და ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით უკრაინა იბრძვის ფრონტის ხაზზე და უკრაინა იბრძვის დიპლომატიური ფრონტის ხაზზე სამწუხაროა რომ მას აქვს საბრძოლი თუმცა ვიცით ჩვენ რომ ალიანსში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და სწორედ ასეთი ხისტი და სწორედ ასეთი პროაქტიული შეიძლება ითქვას აგრესიული დიპლომატიის შედეგიც არის ის რომ მოიხსენება მაყურებელს მაპის ამოგდებას ამ გასასვლელი გზიდან არ გეგმავდა მაგალითად კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბაიდენი ცოტა ხნის წინ ის აცხადებდა რომ არა ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზის შემოკლებას და დღეს ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ნახავთ ახლა როგორი იქნება დიდი შვიდეულის უსაფრთხოების გარანტიები როდესაც იაპონია წირჩება საქმეში ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან ჩართული ყველაზე ძლიერი ეკონომიკები იძლევიან გარანტიებს აწერენ ხელს ამ უსაფრთხოების გარანტიებს პლუს ამას ემატება მათი მხრიდან შეიარაღების მიწოდების გარანტიებით უწყვეტად მიწოდების გარანტიებით რაც ასევე მნიშვნელოვანია ნატოს გადაწყვეტილებასთან ერთად პაკეტში ნატო მიიღო გადაწყვეტილება 500 მილიონი არალეტალური მიზნებისთვის ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებისთვის გამოყოს ყოველწლიურად ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა რათა ნატო სტანდარტებს მაქსიმალურად აუახლოვდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები თუმცა მე ვიტყოდი რომ უკრაინა დღეს უკვე ისე სრულყოფილად ფლობს ნატოს შეიარაღებას და ისე ტაქტიკით და ისეთი სტრატეგიით აწარმოებს საომარ მოქმედებებს და საბრძოლო მოქმედებებს რომ შემიძლია თამამად გითხრათ გადამეტების გარეშე ძალიან ბევრ ნატოს წევრ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ჯობნის უკვე საკუთარი მომზადები და თავსებადობით ნატოს შეიარაღებულ ძალებთან. რაც შეეხება საქართველოსთვის მიცემულ იმპულსს გულწრფელად გეტყვით მე არ ვიცი რა ახალ იმპულსზე არის საუბარი დახურულ ყარს მიღმა თუ რაღაცა შეთანხმებას აქვს ადგილი რაღაცა გადაწყვეტილება არის ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით საზოგადოებამ ეს სხვა არამეა მაგრამ ის რაც ვიხილეთ კომუნიკეში არის და მე ვიტყვი რომ კარგია კიდევ კარგი რომ ეს მაინც არის ამ კომუნიკეში გამეორება საქართველოს გადაწყვეტილების ერთგულების 2008 წლის გადაწყვეტილებისადმი ერთგულების რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო მომავალში თუმცა ბატონო ალექსეი ნატოსა და თქვენ ნახავდით განცხადებებს პოლიტიკოსების მხრიდან მათ შორის იგივე კობახიძის რომელიც ამბობს რომ ნატოს კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოზე ჩანაწერები ხარისხობრივად არ განსხვავდება და ასევე ესეთი ფრაზა ქონდა კობახიძეს რომ არ უნდა შეგშურდეს აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ ამ ტიპის თქვათ პოზიციონირება რაზე მიუჩვენთ მე არ ვაპირებ ქართული ოცნების პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებას ძალიან ადვილი გასარჩევია და განსასხვავებელია ერთ წინადადებაში არის განსხვავება უკრაინასთან ახსენებია რომ აღარ ჭირდება ის ძალიან ბევრად გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ანუ მას აღარ ჭირდება მაპი და ამასთან დაკავშირებით
ხაზგასმა არის რეალურად ნატოს ხელმძღვანელობიდან და წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან საქართველოს დაფიქსირებული აქვს რომ სჭირდება აუცილებლად მაპი და დაფიქსირებული აქვს რომ ყურადღება არის გამახვილებული იმაზე რომ უნდა გამოიყენოს საქართველოს ყველა ინსტრუმენტი რეფორმების გატარებისთვის. ანუ უკრაინა ბრუნდება სახლში შემოკლებული გზით ნატოსკენ და რითი ბრუნდება საქართველო. თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ჩვენ ნახეთ ფრანკფურტერ ცაიტუნგის სტატია, სადაც ნათქვამია რომ ღარიბაშვილი არ იყო სასურველი სტუმარი, ამიტომ ვერ მოხვდა აი ამ სამიძე. რისი თქმა შეგიძლიათ? არც ღარიბაშვილს ჰქონდა ალბათ განსაკუთრებული სურვილი სამიძე მოხვედრის ფაქტია რომ ასეთ შემთხვევაში ხანდახან გამოიყენებოდა როგორც ესეთი მაშველი რგოლი პრეზიდენტის ინსტიტუტი თუმცა დღევანდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე ქართული ოცნების პირველი პირების ბოლო პერიოდის განცხადებებიდან გამომდინარე არ შემიძლია არ დავეთანხმო სამწუხაროდ ხას უსვამამას ესტონეთის პრემიერ-მინისტრს რომელმაც აღნიშნა რომ მას რჩება შტაბ-შტილება და ნატოში არის ისეთი შტაბ-შტილება შექმნილი, რომ საქართველოს არ სურს ამ ეტაპზე ნატოში გაწევრიანებაზე მუშაობა. ეს არის ყველაზე მტკივნეული, ეს არის ყველაზე რთული შესაძლოა, არავინ არ არის აქ გულუბრყვილო შესაძლოა, ვერ მიგვეღწია რაიმე დიდი გარღვევისთვის და ჩვენ ნახეთ როგორ დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები და მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან მიმართებით იმ ქვეყანასთან რომელიც არის ომში რუსეთთან რუსეთის აგრესიასთან უკრაინის ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მშურს ბუნებრივია იმიტომ რომ ხალხი ეღუპება ქალაქებში ხდება რაკეტების ბომბების ჩამოყრა მაგრამ მეორის მხრივ უკრაინა რეალურად განსაზღვრავს ძალიან ბევრ საკითხს საერთაშორისო არენაზე. უკრაინის პოზიციონირება არის ძალიან პრინციპული და არა როგორც ესეთი საწყალი ნათესავის, რომელსაც რაღაცა დავალებებს აძლევენ, არამედ ქვეყნის, რომელიც რეალურად თავის როლს ითამაშებს აუცილებლად და თამაშობს უკვე საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ვამბობ კარგია რომ ეს ერთი პუნქტი მე-80 პუნქტი დაფიქსირდა კომუნიკეში ცუდია ის რომ არ იყო პირველი პირის დონეზე წარმოდგენილი არ შედგა საქართველოსა და უკრაინის თანამონაწილეობით, როგორც იყო ხოლმე ადრე საქართველო-უკრაინის სამიტები ნატოსთან, საქართველოს პირველი პირის შეხვედრა ნატოს მეთაურებთან და ასე შემდეგ. სამწუხაროა ეს ჩვენ ამას ძალიან ეხლა ერთი წინადადები დავასრულებ, რომ ყველაზე ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვისაც კი ცხადია, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში ძალიან შეგნებულად, ძალიან გააზრებულად და არა რაღაცა არ გაღიზიანების პოლიტიკით, არამედ პირიქით ძალიან შეგნებულად და გეგმაზომიერად მიზან მიმართულად დისტანცირდება ნატოსთან თანამშრომლობისგან და ნატოში ინტეგრაციისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. დიდი მადლობა